მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები. სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. ჯუშენის კუნთოვანი სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების შეხვედრა პრემიერთან დღეს შედგა. მართალია დღეს კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიუღიათ, თუმცა მშობლები აცხადებენ, რომ შეხვედრა იმედის მომცემი იყო. შეხვედრისას გამოითქვა მზაობა საუკეთესო შედეგის მისაღწევად. დეტალურად განიხილეს მოთხოვნები, მედიკამენტები და რისკები. შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, სადაც პაციენტები მშობლები უშუალოდ იქნებიან ჩართული. ჩაინიშნა კიდევ ერთი შეხვედრა. დისკუსიას ჯანდაცვის მინისტრიც ესწრებოდა. მშობლები, რომლებიც ვარ ჩართული ამ პროცესში, ჩვენი ძირითადი მოთხოვნა არის მედიკამენტების მიღება. ბუნებრივია პრობლემის გადაჭრის, ნებისმიერი პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზა არის კომუნიკაცია. ეს იყო მართლაც იმედის მომცემი შეხვედრა, რაც აქამდე გქონია ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროსა და ცალკეულ პირებთან, რაც იყო დღეს პრემიერ-მინისტრთან. რაც შეეხება ღამისთებას და ამ ფორმატში გაგრძელებას, ჩვენ დავილაპარაკებთ, მარტო ჩვენ ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ეს ყველაფერი საჭირო იყო და ადრეც რომ მომხდარიყო, უკეთესი იქნებოდა, რომ პირადად მოესმინა ჩვენგან ეს ინფორმაცია თავიდან ბოლომდე. გამოირიცხა ძალიან ბევრი ის თემები, რაც აქამდე იყო თითქოს მართულები ვართ, გამოირიცხა, წამის უსაფრთხოება გამოირიცხა, თანხების შეგროვება რომ მიზნობრივია, ამაზეც შევთანხმდით, მაგრამ ნახეთ, ეს იყო ძირითადად მოსმენა. მაგრამ ზეგ მაქსიმუმ ხალხსაღამოს ან მაქსიმუმ თქვით ზეგ დილით პირადად მასთან მოხდება ესე შეხვედრა, ფარმაცევტულ კომპანიებთან კონტაქტზე გასვლა და ნაბიჯების გადადგმა უმოკლეს დროში. არ არის მარტივი ამ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება, ეს ვინაიდან საუბარია 4 ტიპის, ასე ვთქვათ, მედიკამენტზე, რომელთა ირგვლივ სტატუსიც, მდგომარეობაც, განწყობაც, პოტენციალიც, გადაწყვეტილების მიღების მზადყოფნაც კი აბსოლუტურად თვისობრივად განსხვავებულ ეტაპზეა. ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვართ განწყობილი საიმისოთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება ეფექტიანად მოინახოს გადაწყვეტილებები, რომელიც იქნება რეალურად სასარგებლო თითოეული იმ პაციენტისთვის, რომელსაც უნდა ემსახურებოდეს ასეთი გადაწყვეტილებები. ოპოზიციაში დაპირისპირების ახალი თემა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ ერთმანეთისგან განსხვავებული განცხადებების გაკეთება იყო. პარტია ლელოში განაცხადეს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლისგან მოისმინეს, რომ ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს ძლიერ ოპოზიციასა და მონაწილეობას პოლიტიკურ ინსტიტუციებში. გრიგოლ გეგელიას ამ შეფასებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა ოპოზიციის ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია. მისი თქმით, ამერიკელებს მსგავსი არაფერი უთქვამთ და შესაძლოა გეგელია იტყუებოდეს. თავის მხრივ კი გეგელია გვარამიას არაკეთილ სინდისიერებაზე ან ინგლისური ენის არცოდნაზე მიუთითებს. შეგახსენებთ, შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის წარმომადგენლები ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს გასულ კვირას შეხვდნენ. ამერიკის შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ ბოიკოტის პოლიტიკა არ არის ეფექტიანი და მიიჩნევს, რომ პოლიტიკური წარმომადგენლობის პრინციპი და ფუნქციონირება დემოკრატიულ პოლიტიკურ ინსტიტუტებში მონაწილეობა არის ამერიკისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, რადგანაც ამერიკისთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური სტაბილურობა ჩვენს ქვეყანაში. მე არ მაწუხებს ამ შემთხვევაში ნიკა გვარამია რას მიწოდებს, ან რას იტყვის, საერთოდ არ ჩემთვის საინტერესო. კიდევ ერთხელ გეტყვით. ჩემთვის საინტერესო არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია. ძალიან მარტივად. მოდი შევხედოთ. ვინ რას ამბობს და რა წერია საელჩოს განცხადებაში. იქ დაინახავ ძალიან მკაფედ, რასაც მე ვამბობ, უწერია ასევე საელჩოს. რასაც ზოგიერთი კოლეგა ამბობს, არ უწერია არავის. ბატონ გრიგოლ გეგელი არ გახავთ ამერიკის ასე ვთქვათ წარმომადგენელი საქართველოში და არც ანუ ასე ვთქვათ სპიკერი გახავთ, ამიტომაც მას ეხა თავის მარტული დღის ეს რიგი აქვს და რა სიტყვის უნდა განვიხილოთ, როგორც არა ამერიკის პოზიცია, არამედ როგორც გრიგოლ გეგელის პოზიცია და ლელოს პოზიცია, ამიტომაც არ ამგონია რომ რამე ახალი არის თქმული მის მიერ, რა თქმა უნდა, მას სურს რომ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგს მოარგოს სხვა პოლიტიკური საკითხები, მათ შორის ეს საკითხი. პოზიციას რომ თითქოს და ამერიკის ადმინისტრაციისთვის პრიორიტეტულს წარმოადგენს მხოლოდ ეს საკითხი, ეს არის მცდარი პოზიცია. ჩემი საქმე ამ დაპირისპირებაში შესვლა არ არის, თუმცა პირდაპირ გეუბნებით, რომ შეერთებული შტატების პოზიციაც არის ის, რომ პოლიტიკური ბოიკოტი და მანდატების გამოუყენებლობა, მათ შორის პოლიტიკური ბოიკოტის საშუალებით არჩევნებში არ მონაწილეობა, რა თქმა უნდა, დემოკრატიისთვის ხელისშემშლელი ფაქტორია და რა თქმა უნდა აზიანებს დემოკრატიულ პროცესებს ქვეყანაში. როდესაც უყურებ გარედან რას გეუბნებიან და ამის მიხედვით აწყობ შენ პოლიტიკურ დღის წესრიგს, საბოლოო ჯამში აღმოჩნდება ზუსტად ამ მდგომარეობაში, სადაც დღეს რადიკალური ოპოზიცია აღმოჩნდა.
ლელოს განცხადებები ნახე დიდი სამით ეხლა აღმოჩნდა რომ ლელო და სხვები ერთმანეთში ამ საკითხზე კამათობენ და თავად მანდატები რომ დაყარეს ბაიდენის ადმინისტრაციის მოთხოვნით და მითითებით და დღეს შეიცვალეს აზრი იმიტომ რომ ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ სხვანაირი პოზიცია დაანახა. ეს არის მათი პოლიტიკური დღის წესრიგი იცვლება იმის ყალიბდება და იცვლება იმის მიხედვით თუ რას ეთყვიან გარედან. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვითის ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზომლეთში სამართალდამღვრევა გამოავლინეს. მოქალაქეს ლენტური და ცირკული ტიპის სახერხი დანადგარი საკარმიდამო ეზოში უკანონოდ ჰქონდა დამონტაჟებული. ტერიტორიიდან ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 15 ერთეული მრგვალი ხე-ტყე, მორი და დაახლოებით 1 კუბამეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი. ფიცარი. ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა. მიმდინარე წელს აჭარასა და გურიის რეგიონის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამოქმედო ტერიტორიაზე 10 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის ტყით უკანონო სარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში უმნიშვნელოვანესი არის უკანონო სახერხი საამქროების გამოვლენა და მათი რიცხვის მინიმუმამდე დაყვანა. მოუწოდებთ მოქალაქეებს თავი შეიკავონ აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გატარებული იქნება კანონით გათვალისწინებული მკაცრი ზომები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცავებმა ბათუმში ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჭხრეკის შედეგად სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი ნივთკითება ამოიღეს. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 და 260 კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფთა მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ქვეყნიდან გაძევებული იქნა თურქეთის, ინდოეთის, თურქმენეთის, რუსეთის, სომხეთის, ნიგერიის, უგანდის, უზბეკეთის, ეგვიპტის, პაკისტანის, ჩინეთის, აზერბაიჯანის, ალჟირის, ბანგლადეშის, ერაყის, კენიის, სუდანის, ტაილანდის და სხვა სახელმწიფოების ჯამში 84 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბეთ ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარის შეთანხმებით ჯგუფის მიერ განხორციელებული ძარცვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში დილის საათებში ბრალდებულებმა თანხის დაუფლების მიზნის სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანეს და შეეცადნენ მასში არსებული ფულის მართსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდნენ. თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენა დასტურდება სხვადასხვა მტკიცებულებებით, მათ შორის სათვალთვალო კამერით გადაღებული ჩანაწერით. საქმეზე ჩატარებული ოპერატორული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცავებმა დანაშაულის ჩამდენი პირები ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178 მუხლის მეორე და მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დღეს ოზურგეთის სამხატვრო სკოლაში იოანე ტაკიძის პერსონალური გამოფენა შედგა. 13 წლის შემოქმედი ფართო საზოგადოებამ გაიცნო. ფერწერა, გრაფიკა, დაზგური გრაფიკა, თექა. ეს ის მიმართულებებია, რომელშიც 13 წლის მხატვარი რამდენიმე წელია მუშაობს და ქმნის პორტრეტებს, ნატურმორტებს, პეიზაჟებს, აბსტრაქტულ და რეალისტურ ნამუშევრებს. იოანეს მიერ შექმნილ მკვეთრ ფერებს და მის შემოქმედებით ხედვას აღრთოვანებაში მოჰყავს მნახველი. 13 წლის ხელოვანის პერსონალური გამოფენა სამხატვრო სკოლამ დაგეგმა და ამ ნაბიჯი იოანე ტაკიძე
ოზურგეთს გააცნო. იონი ნინო მასწავლებლის აღმოჩენაა და მისი მთავარი გზამკვლევი სამხატვრო სკოლის ხელმძღვანელთან ერთად. დღეს იონემ ბევრი თბილი სიტყვა, პროფესიული შეფასება და რჩევა მოისმინა სტუმრებისგან, რაც მთავარია დაიგეგმა შემდეგი პერსონალური გამოფენები ოზურგეთის მუზეუმსა და ბიბლიოთეკაში. ძალიან კმაყოფილი ვარ ყველაფრით და მომავლისთვის ვეცდები, რომ უფრო უკეთესი ნახატები შემოგთავაზოთ. რა ჟანრში გიყვარს მუშაობა? რა განიჭებს ესთეტურ სიამოვნებას? მე უფრო აბსტრაქცია მან მომწონს, როგორც ეს ხატვა. მე 20 წელი აქ ვარ და ამ ტიპის მხატვარი და ამ კომპოზიციის ნიჭის მქონე ბავშვი პირველად ხედავ მის ნამუშევრებს ერთად დამოყრდით და გამოვიდა ფეირვერკი რა, ფერების ფეირვერკი, რომელთაც ჩვენ ყველა კმაყოფილი ვართ და ნახეთო, ვინც მოვიდა გაოცებულია და უკვე მიწვევები აქვს მუზეუმში, ბიბლიოთეკაში, გალერეაში, სახვით ხელოვნების ცენტრში, რომ უკვე ეს გამოფენა გადავიდეს, იქეთ სტარტი მიეცა, ულოცავ მას, ძალიან კარგი პიროვნებაა, მოწესრიგებული. ნინო ჭაღმაძეს მინდა მადლობა უთხრა პედაგოგს, მისი აღმოჩენაა ეს და მან მოიყვანა და დღემდე რაც გააკეთა მისი დამსახურებით. იოანეს ისევ გავიმეორებ, ვიცნობ მესამე კლასიდან. დაიწყო ძერწვით. უნდა მოქანდაკეობა და მივიზიდე ასე ვთქვათ. ძალიან გამიშთა სრული მოსულიყო სამხატვრო სკოლაში და რატომღაც ქანდაკებაზე მეტად უფრო წავიდა ფერწერისკენ. ყველანაირი ჟანრი მოსინჯა აბსოლუტურად. დამთავრებული დეკორატიული ხელოვნებით თექაც კი მოსინჯა, ეპოქსიდსაც აკეთებს, ხელნაკეთ ნივთებს აკეთებს. არ ვიცი, მე პირადად ძალიან მიხარია ეს ბავშვი ასე რომ განვითარდა და ჯერ 13 წლისა ვამბობს, წინ მთელი ცხოვრება აქვს და იმედია რომ უფრო მეტად განვითარდება და გვასახელებს. ახლა ჩვენს ეთერში ამინდის დროა. ხვალ ოზურგეთში მზიანი ამინდი იქნება და ხაერის ტემპერატურა 26 გრადუსი. ჩოხატაურში მზიანი ამინდია და 28 გრადუსია ნავარაუდები. რაც შეეხება ლანჩხუთს, აქ ყველაზე მაღალი ტემპერატურა 30 გრადუსი დაფიქსირდება. რაც შეეხება საკურორტო ზონებს, ურეკში მზე და 25 გრადუსი იქნება. ბახმარეთში მსუბუქი წვიმა და 16 გრადუსი. რაც შეეხება თბილისს, ხვალ დედაქალაქში ნაწილობრივ მზიანი ამინდი იქნება და ხაერი 28 გრადუსამდე გათბება. ეს გახლავთ ჩემ ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. გურის ახალი ამბების აუდიო ვერსიას რადიო გურიაზე მოისმენთ. კარგად ბრძანდებოდეთ.